მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ელთოს წევრი 24 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას პრემიერ-მინისტრი პირველი კომენტარით ეხმაურება. ერაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული დასკვნა და პროცესები არის პოლიტიკურად მოტივირებული, საუბრობს ინტერესთა კონფლიქტზეც. მთავრობის მეთაურის განცხადებით დასკვნაში არის საკითხები, რომლებიც მთავრობის მხრიდან ყურადღებას მართლაც საჭიროებს, თუმცა კობახიძის აზრით ჯამში აღნიშნული დოკუმენტის სიცრუით არის გაჯერებული. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ თემაზე სპეციალური ბრიფინგიც დაანონსა, სადაც მართველი გუნდი საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდეს. შეგახსენებთ, ანგარიშის მიხედვით მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვა მოხდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ჩაატაროს სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებული გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდების შესახებ. დამნაშავეები კი პასუხისგებაში მიეცნენ. ასევე საქართველოს უნდა შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები. ანგარიში ასევე ხაზს უსვამს სასამართლო სისტემის ადმინდობის აღდგენის აუცილებლობას. ერთობლივი განცხადების ხელმომწერები კონტინენტური ევროპის ქვეყნების უმეტესობაა. დოკუმენტის ინიციატორთა და ხელმომწერთა შორის არ არიან მეზობელი ქვეყნები სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ასევე საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ფაქტია, რომ არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი. რეალურად პროცესი იყო ინიცირებული მათ შორის პოლონეთის სახელმწიფოს მხრიდან და გაირკვა, რომ ეს ადამიანი თვითონ ყოფილა პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი. ეს იყო პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ინტერესთა კონფლიქტი დამალა ამ კონკრეტულმა ადამიანმა, ეჭვებს აღრმავებს. ხო, რეალურად ყველამ ვიცით, რომ წინასწარ იყო დაწერილი ის დასკვნა, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა. და საბოლოო ჯამში ყველა ხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე სიცრუით არის გაჯერებული ეს დასკვნა. ჩვენ პირველ რიგში ვამხელთ ყველა იმ სიცრუეს, რომელიც არის ასახული ამ დასკვნაში. ასევე მე მინდა აღვნიშნო, რომ ამ დასკვნაში არის წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინება არის აუცილებელი. ანუ ასეთი ჩანაწერებიც არის ამ დასკვნაში, თუმცა მთლიანობაში ამაზე დეტალური ინფორმაციას არ უდგენთ საზოგადოებას. ჩვენ ალბათ სპეციალურ ბრიფინგსაც მივუძღვნით ამ საკითხის გამომდინარე, იქიდან რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის ქონა ამ საკითხთან დაკავშირებით. მთლიანად პოლიტიკურია საფუძველი, სარჩული ამ პროცესების უკან. თქვენ იცით, რომელი ქვეყნები იყვნენ თავში ამ პროცესის ინიციატორები, შემდეგ როგორ გაგრძელდა ეს პროცესები. თავიდან ბოლომდე არის, რა თქმა უნდა, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი ის პროცესი, რომელიც წამოიწყეს საქართველოზე მეტად არადემოკრატიული ქვეყანა ვერ ნახეს ეუთოს მასშტაბით. საქართველო არის მოწინავე ეუთოს ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. ხო, ეს ორმაგი სტანდარტი არის ძალიან თვალსაჩინო. რაც შეეხება წამებებას, არის მტკნარი სიცრუე. რაც შეეხება ძალადობრივ ინციდენტებს, გადასტომებს, მათ შორის სავარაუდოდ დანაშაულებრივ გადასტომებს, აქ პრაქტიკული პრობლემები იყო, რის გამოც კონკრეტული დამნაშავეების დასჯა ვერ მოხერხდა, თუმცა ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები იმისათვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში და თქვენ გახსოვთ, რომ მათ შორის ამ მიღებული ზომების შედეგია 4 ოქტომბრის პროცესები. 4 ოქტომბერს ერთით მის ღერი არავის ჩამოვარდნია, ისე მოხერხდა დაპირისპირება ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მორიგ მცდელობასთან. არც ერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი არის პროპორციული. ჩვენ მისად ვართ სათითაოდ განვიხილოთ ნებისმიერი კანონი, რასაც ეს ადამიანები საუბრობდნენ. ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი ეფუძნება პროპორციულობის პრინციპს.